ქართული ოცნების მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს. ევროსკოპის კითხვის პასუხად კაია კალასი ამბობს, რომ ამ კანონების მიღება სამწუხაროა, რადგან აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორი გზით მიდის. კალასის თქმით, ეს ევროინტეგრაციის პროცესთან შეუსაბამოა. რეპრესიული ცვლილებების მიღება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. საქართველოს ავტორიტარი მმართველები სულ უფრო მეტად გარდაქმნიან სამხრეთ კავკასიაში, ოდესღაც დემოკრატიული იმედის მნათობ ქვეყანას ერთპარტიულ დიქტატურად, რითაც ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ. სამართლის უზენაესობა, რომელიც ისედაც ძლიერ დასუსტებული იყო, კიდევ უფრო ილახება. გრანტების შესახებ კანონის ახალი დებულებების თანახმად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა ახლა მთავრობის წინასწარ თანხმობას ექვემდებარება და ფაქტობრივად საყოველთაო ეჭვქვეშაა დაყენებული. პირებს, რომლებმაც მიიღეს უცხოური დაფინანსება, 8 წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობაში გაწევრიანება და ამგვარად ისინი განზრახ არიან გარიყულნი პოლიტიკური კონკურენციიდან. ახლა შემოღებული სისხლის სამართლის დანაშაული ექსტრემიზმი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ იმდენად ბუნდოვნად არის ფორმულირებული, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმური კრიტიკაც კი შეიძლება მოექცეს მის ფარგლებში. უფრო მეტიც, ამჟამად საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო ათზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ქართული ოცნება სისტემატურად ცდილობს ქვეყნის შიგნით კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებას და გაჩუმებას. მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც უდიდესი რისკების მიუხედავად დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის. 4 მარტს მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ოპოზიციის ალიანსმაც. დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა. მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას. სწორედ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მსგავსი დრაკონული კანონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს, თუმცა ამავდროულად რეჟიმი თავადვე აშკარებს საკუთარი მარცხის წინაპირობას. მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია. ოპოზიციის ალიანსი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას. არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს. ქართული ოცნების პარლამენტმა გუშინ 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონებში, ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება ან საზოგადოებაში ამგვარი აღქმის დამკვიდრება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა, აკრძალული პოლიტიკური შემოწირულობის მიღება, ეგრეთ წოდებული გარე ლობიზმი, მეწარმე იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტიურობა და სხვა. სასჯელი ზოგიერთ შემთხვევაში 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.